საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ყავს. გიორგი კახნიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალური განცხადების საფუძველზე 8 მაისს დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს 2010 წლიდან 2013 წლის მარტის თვემდე თეიმურაზ ათუნაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა უკვე თვეზე მეტია დროებით მოვალეობას თბილისიდან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ასრულებდა. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის სამმართველოში ცვლილებებს არ გეგმავს და ამბობს, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას კანონის ფარგლებში შეასრულებს. ფინანსთა სამინისტროს სამსახურის სააგენტო სამცხე-ჯავახეთში 2010 წლიდან მოქმედებს, რომელიც მოძრავი ქონების წარმოება, აღრიცხვას, შეფასებასა და განკარგვას ახორციელებს. გიორგი კახნიაშვილი დაიბადა 1973 წლის 27 ივნისს ახალციხეში. დაამთავრა ახალციხის ნომერ 1 საჯარო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1994-1995 წლებში მუშაობდა მოქალაქეთა ახალგაზრდული კომპანიის ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში. 1999-2002 წლებში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატი. 2002-2003 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელმწიფო მრჩეველი. 2003-2005 წლებში კი შპს ბაქო-თბილისი ჯეიხანის კომპანიაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს იყო შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის მენეჯერის ასისტენტი. ეს არის ჩემი მეორე სამუშაო დღე. ფაქტიურად ვეცნობი სტრუქტურას. სხვათაშორის ძალიან საინტერესო, ძალიან ფუნქციურადაც დატვირთულია. სამომავლო გეგმები ეს იქნება როგორც ხელმძღვანელობისგან მითითებები, კანონში ცვლილებები იმის დამიხედვით თუ რა გვევალება პირადად ჩვენ